ზივართ გაფურჩქნილი აგერ შვენივრად ჩემზე ბედნიერი კაცი არა ჩემს გვერდით ზის ჩემი საყვარელი ეკა ნატალია ჩვენზე ბედნიერი მე მგონი მაინც ვერ იქნება ხალბატონინალი სახლიდან ოსურლობს ჩვენზე ყველაფერი კარგად იყოს ყველაფერი კარგად იქნება თავარია ამინდი შეგვიწევს ხელს ამინდი შეკვეთილი მაგდა რა შეგვიშლის ხელს არაფერი არ ადამიანები კი არის მრავლად გარდენიაში არ გაკლიათ სტუმრიანობა სურველი ბევრი ყავს სულ 200 ადგილი გვაქვს ჩემო ძვირფასო ნატალია 200 საკმარისი 200 ადგილიდან 100 კი ვართ ჩვენ მეგობრები და ახლობლები და 100 უნდა გავყიდოთ რომ შევძლოთ კონცერტის ჩატარება ასე ლამაზად 21 მაისს 8 საათზე ამინდი კარგი გვაქვს შეკვეთილი და ველოდებით ეკა მამალაძეს ნატალია ქუთათელაძეს და სტუმრად ქალბატონ ნანის ბაღში დასაკვირველია გელოდებით დიდი სიამოვნებით სიხარულით იმედია თქვენც სიამოვნებით ჩვენც სიამოვნებით სილამაზეში ყოფნა კარგი მუსიკა ზურიკოს მასპინძლობით და გელოდებით 31-ში 8 საათიდან ხაჭაპურებსაც გამოგიცხობთ მეტი რა შემიძლია ყვავილებსაც მოფურჩქნი და ხელი გულით დაგელოდებით თქვენი ყველა მეგობარი ჩემი მეგობარიცაა და ასე რომ 100 ბილეთის რომ გაიყიდოს ჩვენ უკვე კონცერტი გამოგვივა სცენას ვიქირავ განათებასაც ვიქირავ დახმოვანება გვაქვს და მუსიკოსები გვეყოლება და დაგვრჩა რა სიამოვნებო ეგ არ გვეშლება ეს სიმღერა იქნება მომიცოდე ჩემი გული და როგორ სპეციალურად შენთვის გიჟდები რომ იცოდე ჩემი გაღიმებული რო ვარ და ამ დროს დარდები რომ მიტრიალებს სულ მაგაზე მეტყვი რომ იცოდე ჩემი გულის დარდები ჩემო ეკა ეგ შენ რომ ჩემი იცოდე თურფა შეგიყვარდები ეგ შენ რომ ჩემი იცოდე აქვეყანაზე შენახა შეძლო მიწის ჩამოსული იცი რომელი დღე არ დამავიწყდება არასოდეს არ დამავიწყდება ესმა რომ დაიბადა და შენგანანი რომ მოხვედით და უმღერეთ ეგ არასდროს არ დამავიწყდება სანამ ვიქნები არ რა ვიცი რაღაცა ბასაბავშვურება მაგრამ ეგ დიდი სიყვარულის გამო მაგ დროს ხო ძალიან ღელა და ჩემ შემთხვევაში ეს იყო უდიდესი სიყვარულის გამოხატულება და სულ მე მახსოვრება სანამ ვიქნები ვერა შეგისურვებ შენ რაც გინდოდეს ის იმღერა არ შეგეში მე ვერ დაგავალებ შემიძლია ეკასთან შემიძლია და შენ ვერ მორა მინდა მოგიხდა აი მაშინ რასაც ვიყო ყველაფერი მოვიწყო ეგრე გავაკეთე დიდი სიხარული გელოდებით 31 მაისს 8 საათზე შევიკრიბებით გავხსნით ბაღის ჭიშკარს გაფურჩილებით ბილეთები იყიდება უკვე დევს ბილეთები ჯიზე და როგორც უკვე მითხეს 37 უკვე გაყიდულია იმასიდან შევბრძანდით აუცილებლად სასწრაფოდ შევბრძანდით და ერთად ვისიამოვნებთ ეგ არის მთავარი რომ შენც ისიამოვნებს მასაც ასიამოვნებს აბა რა თან დავთქვეთ ყველაფერი და იქნება გადასარევი საღამო ამ სახლის კედლებს რომ ყურები კონდეს ან მოყოლა შეეძლოს ამბების მოყოლა შეეძლოს ძალიან კაი რამეები ექნებოდა მოსაყოლი იმდენი და ისეთი სტუმარი ყოლია ამ სივრცეში აქაურობა არ არის არც კაფე არც რესტორანი მხოლოდ და მხოლოდ წვეულებების სივრცეა სადაც შეგვიძლია უმასპინძლოთ 20 სტუმარს ერთ ფართე ძალიან ლამაზ მაგიდასთან განსაკუთრებული კერძებით წინასწარი შეკვეთით მხოლოდ დახურული წვეულებებისთვის დასაკვირველია ამ სივრცეში ყველა პირობა იმისთვის რომ ადამიანმა ქვეყნის სტუმარმა ფესტივალის სტუმარმა ჩამოსულმა ხელოვანმა ადამიანმა უცხოეთიდან ქართველმა იმიტომ რომ სტუმარს უმასპინძლებს განსაკუთრებულად კარგად იბრძნოს თავი და ამაყი იყოს რომ ისე მასპინძლობენ როგორც ეს ჩვენ შეგვიძლია ცოტა არათავდაბლურად გამომდის მაგრამ მე ვიცი რასაც ვამბობ ისეთი სუფრები გამოდის წინათ რომ სახლებში ვაკეთებდით ხოლმე წინათ რომ სტუმრებს მასპინძლობდით ოჯახებში აი თითქმის ისეთი განსაკუთრებული ჭურჭელი გვაქვს განსაკუთრებული გარემოა აქ ინსტრუმენტი დგას და ძალიან ლამაზი საღამოები გამოდის. შესაძლებელია მხოლოდ ამ სივრცეში მხოლოდ უმასპინძლოთ 20 სტუმარს, ან 20-მდე სტუმარს. გააშლილ გაფურჩქნილ
ამას უგემრიელეს ქართულ სუფრასთან. სანამ ჰორტენზიები აყვავებულა, მანამდე ევანდელ საწვეულებო სივრცეს მოხდა თოვლის გულდონეჟები და მეგონი რომ ამაზე იქნება. ვინც კი ერთხელ ყოფილა, ერთხელ მოხვედრილა ამ წვეულებებზე ჩვენთან, იმ ადამიანებს აუცილებლად უჩნდება სიკვდილი ისევ დაბრუნებას. ბევრი შინაურისთვის, გარეულისთვის, უცხოსთვის გვიმასპინძლია და მე მგონი რომ ღირსეულად გვიმასპინძლია. სულ მეკითხებია, ვინ არიან ჩვენი სტუმრები და მე ამაზე ვპასუხობ რიხიანად. ჩემი სტუმრები არიან სტუმრების სტუმრები. ეს რას ნიშნავს? სტუმარი რომ ჩამოსდის ადამიანს, ქართველ ადამიანს, საიდანაც, უცხოეთიდან, ის სტუმარი განსაკუთრებულად უნდა რომ ასიამოვნოს იმ სტუმარს. და სწორედ ისინი მოყავთ ჩვენთან. ასია ხოლმე ხშირად და ქართველ ადამიანს უფრო მეტად იმაზე მეტად ვერ ასიამოვნებ, რომ სტუმარი დაუფასო. ეს ძალიან მოსწონთ ხოლმე, როცა სტუმარს, მის სტუმარს მოემსახურები, მოერგები, თავს მოაწონებ, გააცვიფრებ, გააკვირვებ. ეს ქართველებს ძალიან ესიამოვნებათ.